საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადე ხოთაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. ბრძოლა ორ ფრონტზე შიდა და გარე მტრები პოლიტიკური დებატების საკანონმდებლო ორგანოში. ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხალხის წინააღმდეგ ქვეყნის გარეთ შედგენილი გეგმა და რადიკალების პოლიტიკა. დიპლომატთან სახლში რისთვის შეხვდა საფრანგეთის ელჩი არასამთავრობოებს არაფორმალურ გარემოში ქრონიკა პასუხსელის. მითვისებული 12 მილიონი ლარი და ასობით დაზარალებული მოქალაქე სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი დაკავებულია, დირექტორი პასუხისგებაში მისცეს. საქართველოს საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაეროს აკრედიტაცია მიიღო. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. ავიაკატასტროფა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზეა შინაგან საქმეთა მინისტრი, ხელისუფლება თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან მჭიდრო კომუნიკაციაშია, უკვე შედგა სატელეფონო საუბრები უმაღლეს დონეზე. მაგუნა აბულაძე გვერდება კახეთიდან ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. ეს არის ბოლო ადგილი, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრით დაშორებით, რომლის იქეთაც უკვე მედიის წარმომადგენლებს გადაადგილება აღარ შეგვიძლია. პერიმეტრი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და როგორც მაყურებელმა მოისმინა, C-130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, მან ავიაკატასტროფა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრ განიცადა. როგორც თქვენს თქვით, ადგილზე იმყოფება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე. პირადად ეცნობა ინფორმაციებს თუ რა ვითარება ახლა შემთხვევის ადგილზე. მასთან ერთად აქ იმყოფება მისი პირველი მოადგილე რონი მესხი, ასევე სახელმწიფო რწმუნებული კახეთში გიორგი ალადაშვილი და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები. მათ შორის მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამხედრო პოლიცია. როგორც უკვე გითხარით, მინისტრი ადგილზე ეცნობა ინფორმაციას, ის უშუალო კავშირზეა თურქულ მხარეს, თურქულ და აზერბაიჯანულ მხარესთან, რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციებს, ჯერჯერობით თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ მსხვერპლი ბევრია, დაახლოებით 20-მდე ადამიანი, თუმცა ეს ქართულ მხარეს ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რაც შეეხება ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას თუ რა მოხდა დღის პირველ ნახევარში, სააერონავიგაციამ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საკოორდინაციო შტაბში 112-დან შესული ინფორმაციის საფუძველზე მაშინვე მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება. ამავე განცხადებაში წერია, რომ თურქეთის C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი რადარებიდან განგაშის სიგნალის გარეშე გაქრა და შესაბამისად უკვე სააერონავიგაციის საკოორდინაციო შტაბმა დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. რაც შეეხება მომხდარს, ქრონიკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოვიდა. კახეთის ბიურომ ჩაწერა თვითმხილველი, რომელმაც თქვა თუ რეალურად რა მოხდა, როგორ ვარდებოდა სამხედრო თვითმფრინავი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, ის მან დარეკა 112-ში და გააკეთა შესაბამისი შეტყობინება მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ეს კომენტარი. ფერმიდან მომქონდა წყალი, დავინახე ვერტფრენი, რომელიც რამდენჯერმე დატრიალდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით ჩამოვარდა და აფეთქდა. დიდი აფეთქების ხმა იყო, გაუჩნდა ცეცხლი. იმ მომენტში ვერტფრენთან 3 პირი ვნახე, ერთი ცეცხლს აქრობდა. ადგილზე რომ მივედი, ვნახე ერთი დაღუპული იყო. მაშინვე ავიღე ტელეფონი და 112-ში დავრეკე. პარაშუტით გორაგზე ერთი ადამიანიც დავინახე, მაგრამ არ ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ ინძრეოდა, მალევე სასაზღვრო პოლიციაც მოვიდა.
სამი ქვეყანა საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, მისი პირველი პირები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები სრულ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან. აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ამ პროცესში ასეთი ჩართულობისთვის, მანვე განაცხადა სრული მხარდაჭერისთვის მზაობა თუ საჭირო გახდა სალიკვიდაციო პროცესებში ან სამაშველო პროცესებში აზერბაიჯანული მხარის ჩართვასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ახლა როგორც უკვე გითხარით, ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ დამატებით გახდება ჩართულობა საჭირო, რა თქმა უნდა, ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრა თურქ კოლეგას, როგორც უკვე გითხარით, გეკა გელაძე ადგილზეა და თავად იღებს უშუალოდ ინფორმაციებს, შესაბამისად ის კონტაქტია, რა თქმა უნდა, თურქულ მხარესთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ავიაკატასტროფა, რომელიც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა განიცადა, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის ძალიან ტრაგიკული ფაქტი, მიუსამძიმრა გარდაცვლილების ოჯახებს, რა თქმა უნდა, საქართველოს უსამძიმრებს მეზობელი და მეგობარ თურქეთს და ჩვენ ვიხილეთ ასევე ქვეყნის პირველი კანონმდებლის სამძიმრის წერილს. ღრმად დამწუხრებული ვარ საქართველოში თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების დროს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ აზერბაიჯანიდან მიმავალი ჩვენი C-130 სამხედრო თვითმფრინავი საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ტრაგიკულ ფაქტზე, რომლებიც თურქეთის საჰაერო ძალების იმ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდის შედეგად დაიღუპნენ, რომელიც განჯიდან აფრინდა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ მწუხარების ჯამს ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე მოძმე თურქ ხალხს. თურქ კოლეგას ესაუბრა თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანიც. სატელეფონო საუბრისას მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდართან დაკავშირებით და ასევე თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით C-130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კერძოდ განჯიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთისას მან ავიაკატასტროფა განიცადა. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც ამ წუთისთვის, ყოველ შემთხვევისთვის ადგილიდან შეგვიძლია მოგაწოდოთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ადგილზე იმყოფება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების შესაბამისი პირები, წარმომადგენლები და რა თქმა უნდა ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში ჩვენი მაყურებელი იქნება ინფორმირებული. მადლობა მაკუნაბულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეეხება დღის პოლიტიკურ ამბებს, უსამართლო დამოკიდებულება და ორგანიზებული კამპანია ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ საპარლამენტო განხილვის თემა იყო. პოლიტიკური განცხადებები ეხებოდა ევროკომისიის დეზინფორმაციულ ანგარიშსაც. დებატებში მონაწილეობდა გახარიას ბოიკოტ შეწყვეტილი პარტიაც. როცა გახარია შლიდა ხელისუფლებას, ჩვენ ავიღეთ პასუხისგებლობა. ბატონო პაվել, რატომ შეიყვანეთ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში და ქუჩაში რატომ გამოიყვანეთ? ბედავთ და აქ რომელიმე ჩვენგანს ნაციონალს უწოდებთ იმის გამო, რომ ნაციონალ მოძრაობის დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა? ორ ფრონტზე გაშლილი ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, შიდა და გარე მტრების კოორდინირებული მოქმედება. არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ხაზს ერთი მიზანი აქვს: ქართული ოცნების აგენტურით ჩანაცვლება. პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამო დღეს ბრიუსელს არამხოლოდ სახელისუფლებო პარტია აკრიტიკებდა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ ერიდება ღიად თქვას, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში აბსურდული ბრალდებებით სავსე დოკუმენტია. გამოქვეყნებული ანგარიში მიკერძოვებულია. საქართველოში მიმდინარე პროცესები დამახინჯებულია. ანგარიში არაარგუმენტირებულია. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია და ზოგიერთი პოლიტიკოსი დაუბრუნდება ამ ღირებულებებს და მოხდება საქართველოსთან ღირსებაზე დაფუძნებული თანაბარ პარტნიორული პოლიტიკური
დიალოგი ძალიან უხერხულია, როდესაც გქვია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი და სიცრუეზე დაფუძნებული პროტესტისკენ მოუწოდებ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის შიდა საქმეებშიც წესით არ უნდა ერეოდე. საქართველოს არ უნდა იქცეს ექსპერიმენტების პოლიგონად, სადღაც ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი პერსონების მხრიდან. გვაქვს ორადორი ვარიანტი. ან ბრუნდებით ისევ აგენტოკრატიაში, პოლიტიკურ ჭაობში, ან რეალურად ვქმნით ახალ სუვერენულ საქართველოს. ბრიუსელის დერეფნებიდან ბრძოლის პარალელურად ოპონენტები დეზინფორმაციით უმაღლესი განათლების მნიშვნელოვან რეფორმასა და უპრეცედენტო ინვესტიციას ერთდროულად ებრძვიან. ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის კამპანიებს სახელი უკვე დაარქვა. ეს არის ტერაქტი ეკონომიკაზე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ანხორციელებენ. ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე და მათი გათვლებით უნდა აისახოს როგორც ჩვენ საინვესტიციო რეიტინგებზე, ასევე აღქმებზე. ის რომ რეპეტიტორიუმის აკრძალვა ხდება, ეს არის თუნდაც იურიდიული აბსურდი, ვინაიდან კერძო რეპეტიტორიუმის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, ის რაც კანონით არ არის დარეგულირებული, იმის აკრძალვა ფიზიკურად შეუძლებელია. დარბაზში პოლიტიკურმა ტემპერატურამ იმატა მაშინ, როცა ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. მეტიც ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში დაბრუნებულები მართველი პარტიის იმ წევრებს აკრიტიკებდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში საჯარო სამსახურში საქმიანობდნენ. თქვენ არ გაწყობთ პირდაპირ გეტყვით, ხალხმა გაიგოს სიმართლე 4 ოქტომბერზე. სიმართლე კი არის ის, რომ ეს უპასუხისმგებლო პროვოკაცია ნამდვილად იყო ოცნების და ნაცების მიერ ერთობლივად დაგეგმილი. კვალ გვექნება ბიუჯეტის განხილვა. აი მხარს თუ დაუჭერთ, მე ნახავთ დაგაბრალებენ თუ არა კოალიციაში შესვლას. ამიტომ ეს რეგისტრირებული კავშირი არ არის. ეს არის გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება და რა თქმა უნდა, საკრებულოებში ზუსტად ამ გადაწყვეტილებით დაძასტურდა პოლიტიკური კავშირი, ანუ კოალიცია, რომელიც თქვენ გქონდათ. უნდა იცოდეთ ის, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ობიექტურ გაწყვეტილებას მიიღებენ და აიგრძალება, საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ უფრო ხშირად გაეცნოთ ახალ ამბებს. მიეცით შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს მათაც იამაყონ, არა მხოლოდ წარსულით, დიდებულით, არამედ აწმყოთი. ჩვენ ახლა გვაქვს პერფორმანსი ფარისევლობისა. ამას ხვალს ვერაფერს ვერ დაარქმევთ. და რატო არის ეს ფარისევლობა? იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის. უბრალოდ ამაზე გველაპარაკება ხალხი, რომელმა პოლიტიკურმა გუნდმაც, რომლებიც ახლა არიან, თავისი ლიდერის თამადობით საქართველოს ყველაზე უფრო ძიმე მომენტში მიატოვა უღალატა. სანამ აქ ცრემლებს გადმოღვრით, იმ პასუხისმგებლობაზე იფიქრეთ, რაც გქონდათ ხელში და ესე მიაფშვიდეთ. თქვენ იღავით ის პოლიტიკური პარტია, ვინც ევროკავშირში წერილი გააგზავნა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და მოითხოვა საკუთარი სამშობლოს დასჯა და ამ ფურცელს ვერცად ვერ წაუხვალთ. ის ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მალე სამართლებრივ პასუხსაც უნდა ელოდოს. პასუხი ხელისუფლებას დიდი ხანი აქვს ბრიუსელისთვისაც. საქართველოს მზად არის დიალოგისთვის, თუმცა უპირველესი ეროვნული ინტერესებია. ხალხის მხარდაჭერის გარეშე და ხალხის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობა ჩვეულებას არ ღალატობს და ამჯერადაც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს. კამპანია, რომელსაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი როგორც ირკვევა, ბოლო იმედად განიხილავს, ისევ საზოგადოების საზიანო გადაწყვეტილებაში ბრიუსელის დარწმუნება. მეგინ არსაუძის რეპორტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს, ეს იყო წარსულში, ეს არის ახლა და ეს იქნება მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალით. რასაც წარსულში აკეთებდნენ, დღესაც რომ ანალოგიურს იმეორებენ, ამაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს. პრაიმ ტაიმი ოპოზიციის უცვლელ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე წერს. ირკვევა, რომ ყველა მხრივ წარუმატებელ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად ისევ საპროტესტო მუხტის გაზრდა წარმოუდგენია. ამასაც ვერ ახერხებენ და გადაწყვიტეს, რომ გამოსავალი ქართველი ხალხის დასჯაა. შესაბამისად, უცხოელ პარტნიორებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას სთხოვენ. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას რადიკალები უარყოფენ. ხელისუფლების ოპონენტები მეორე დღეა თავს ერთმანეთის მიყოლებით იმართლებენ. სწორედ ამ რიგის მიხედვით მოუწია იმავეს გამეორება გიორგი ბარამიძესაც. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მოახდინონ ძალიან მკაფიო გამიჯვნა. საქართველოს მოსახლეობის 99%-თან
მიმართებაში უნდა იყოს შენარჩუნებული ვიზა ლიბერალიზაცია. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური დღის წესრიგი დიდი ხანია ქვეყნის ფარგლებს გასცდა. მხარდაჭერის არ მქონე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების გზით არ შეუძლიათ, მასშტაბურ აქციებსაც ვერ მართავენ, ამიტომ ცდილობენ ტრადიციულ მეთოდს მიმართონ და ქვეყანა უცხოეთიდან დააზიანონ. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ სამწუხაროდ ამ ეგრეთ წოდებული ვითომ ოპოზიციის დაცმოძრაობის ლიდერები აღიარებენ იმას, რომ ხელისუფლების წყარო მათთვის არის ბრიუსელი და არა თქვათ ქართველი ხალხი. ესენი აღიარებენ არა მარტო განცხადებებით, არამედ ქმედებებითაც. დადიან ბრიუსელში ნაცვლად იმისა, რომ იარონ საზოგადოებაში. რადიკალებისთვის ხელისუფლების წყარო არა ხალხი, არამედ ბრიუსელის კაბინეტებია. ევროპულ დედაქალაქებში ოპოზიციის სიარული და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება საზოგადოებას წარსულშიც არაერთხელ უნახავს. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა, რომელზეც ისინი აქამდეც მუშაობდნენ, თუმცა ახლა უკვე ერთადერთი ყველაზე აქტიური სამიზნე ეს პუნქტია, მათი მხრიდან არის პირდაპირ ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენების მცდელობა. იმედი გვაქვს, რომ ევროინსტიტუციები, რომლებმაც რაციონალურად და რაც მთავარია სამართლიანად უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე, ამ უგუნურ და თავზე ხელაღებულ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან. ჩვენ გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პერიპეტიები და მათი ნეგატიური როლი, უფრო ადრე გვახსოვს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე მათ მიერ ატალახებული კაბინეტები სხვადასხვა შესაბამის ევრობიუროკრატების მისაღებებში. მათი სახით საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომლის მიზანიც არის საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ფონზე მაქსიმალურად სამწუხაროდ დააზიანოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, ქართული საზოგადოება. ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილი წარმოადგენს იმ პოლიტიკოსების გაერთიანებას, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე და ქართველი ხალხის დასჯის შედეგად სურს. შეხვედრა დიპლომატთან მისსავე სახლში, რისთვის დაიბარა და რაზე ესაუბრა საფრანგეთის ელჩი საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ქრონიკა კითხვაზე პასუხსელის, ვიდრე დიპლომატიური უწყებისაგან რაიმე რეაქციას მივიღებთ, შეხვედრა მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ დაადასტურა. ნინი გოგიშვილია პირდაპირ ეთერში. დილიდან ამ დრომდე ველოდებით საფრანგეთის ელჩისგან პასუხს. ოფიციალური წერილი საელჩოს ოლივიე კურტოს სახელზე გავუგზავნეთ. საკუთარ სახლში NGO-ებთან გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალებზე არც თავადმას და არც საელჩოს ოფიციალურ გვერდზე არც ერთი სიტყვა არ დაუწერია. რა ინფორმაციის მიღება სურდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ახლა დანიშნული ელჩისგან განმარტებების მოლოდინშია სახელისუფლებო პარტიაც. საელჩოს ნაცვლად დახურული შეხვედრა ბინაში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კი დამალული. საფრანგეთის ახლა დანიშნულმა ელჩმა საქართველოში 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას სახლში მიიპატიჟა. შეხვედრის შესახებ კი მხარეების მხრიდან არაფერი თქმულა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავრცელდა. დღეს კი შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ გელა ბეჟუაშვილმა დაგვიდასტურა, რომ მათსა და ელჩს შორის შეხვედრა დიპლომატის სახლში შედგა. გასწორებული შეხვედრა იყო, უბრალოდ აინტერესებდა საქართველოს მდგომარეობა. კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეთ? ყველაფერზე, ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე. ბატონო გელა, ეს შეხვედრა სად შედგა? მასთან სახში. მიპატიჟებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იყო საია. ორგანიზაციის თავმჯდომარე შეხვედრას ესწრებოდა. ელჩის სახლში გასაიდუმლოებულ სტუმრობაზე საუბარი მას არ სურს, ამიტომ ჩვენს სატელეფონო ზარებს უკვე მეორე დღეა არ პასუხობს. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ უცხოური ინტერესები საქართველოში არის ისევ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ის რომ შენ ხვდები საკუთარ ქვეყანაში ელჩს ჩუმად რა გაქვს დასამალი, როცა თავად NGO სექტორი გამჭვირვალებაზე არის ვითომ ორიენტირებული და ამ დროს ჩუმად ხვდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელს. სტუმრებთან ერთად კითხვების ადრესატია მასპინძელიც, რატომ შეხვდა ფარულად არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე. ამ კითხვებით საფრანგეთის ელჩს მივმართეთ. დიპლომატიური წარმომადგენლობისგან პასუხები ჯერ არ მიგვიღია. ფრანგი დიპლომატისგან განმარტებებს არ ელოდებიან ნაციონალურ მოძრაობაში. ნებისმიერ ფორმატში ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ბარამიძისეული ხედვით დიპლომატის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მათი საქმე არის შევხვდნენ
პოლიტიკურ პარტიებს, შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის განსაზღვრული ვენის კონვენციით. საელჩო არ არის ვალდებული მიიღებს სახელმწიფოს ანგარიში აბაროს. არადა ქვეყანაში მყოფი რიგი დიპლომატები, რომ ვენის კონვენციას არაერთხელ გაცდნენ და მათი კავშირები ოპოზიციასა და მათ თანამოაზრეებთან დიპლომატიურ ჩარჩოს მიღმა, ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ამიტომ მართველი პარტიისთვის კითხვებთან ერთად გაჩნდა ეჭვებიც, განსაკუთრებით NGO-ების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გათვალისწინებით. დახურული შეხვედრა იყო თან რაღაცა ბინაში, არც საელჩოში, არც საჯაროება არ ქონდა ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა ეს კითხვის ნიშნებს აჩენს მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მიჩვეულები ვართ სამწუხაროდ რიგი ელჩების მხრიდან ჩვენ შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას. ახალი ელჩი საფრანგეთის, ახალი ჩამობრძანებულია, შესაბამისად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი არ დაარღვევს ვენის კონვენციას. თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ ზოგიერთმა ელჩმა აბსოლუტურად დაივიწყა ის ძირითადი ფუნქცია და მანდატი, რომლითაც მათ მასპინძელ ქვეყანაში უნდა განახორციელონ საქმიანობა. ამ შემთხვევაშიც გასარკვევია უკვე ახლად დანიშნულ ელჩს საფრანგეთისა რეალურად რა მიზნები ამოძრავებდა, როცა აი ასეთი ტიპის ასე ვთქვათ ვიწრო წრეში კონსპირაციულ შეხვედრას აწყობდა. მიკვირს საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს რა ასეთი საჭიროება ქონდა, რომ ფარულ კონსპირაციულ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა. ალბათ ამ ყველაფერზე თავად უფრო მეტ განმარტებას გააკეთებს, რადგან ანტიქართულ მოძრაობაში ჩართული აქტორებთან შეხვედრა ფარულ რეჟიმში ალბათ ნამდვილად ბევრ კითხვას პადებს. ახლა სახელისუფლებო პარტია ოლივიე კურტოსგან განმარტებებს ელოდება. იმედოვნებენ, რომ ახლა დანიშნული ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მანდატს არ გაცდება. მოხდება თუ არა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ძალადობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში და ფორმით. მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს დღეს იმის მოსმენა მოუხდათ, რის შეფასებასაც თავს არიდებენ. საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმაც დააყენა. მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოში ვიზიტისას მიღებული ცნობები საბოლოო დასკვნაში უნდა აისახოს. ანუკი ჩხიგვაძე ამბობთ. შეგიძლიათ გითხრათ, რა ესაუბრეთ პარლამენტის თავმჯდომარეს. დაგმეთ თუ არა 4 ოქტომბერი. არა, არასდროს ვაკეთებ კომენტარს ასეთ ვიზიტებზე. უკვე მეორე დღეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს უჭერთ რეალობას თავისი სახელი დაარქვან. სწორედ ამიტომ გაურბის პასეს დელეგაცია ჩვენს კითხვას გმობს თუ არა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და კითხვაზე თავის არიდებას ტრადიციული დუმილით ცდილობს. რასთან დაკავშირებით ისაუბრეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე? მადლობა, არ მაქვს განცხადება, არ მაქვს კომენტარი. დიდი მადლობა. შეეხო თუ არა საუბარი 4 ოქტომბრის მოვლენებს? არ მაქვს კომენტარი. მადლობა. გმობთ 4 ოქტომბრის ძალადობას? No comments. მედიასთან დუმილის შენარჩუნების შემდეგ დელეგაცია საკითხს ვერ გაიქცა პირველ კანონმდებელთან შეხვედრისას, სადაც ქართულმა მხარემ ყურადღება ყველა იმ პროვოკაციაზე გაამახვილა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის გეგმას ემსახურება. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ სტუმრებს ყველა ის აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება შეახსენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად დასავლეთიდან აქტიურად ისმის. რაც შეეხება ძალადობის დაგმობას, ამაზე პასუხად მივიღეთ, რომ რეპორტერები და მომხსენებლები არ აფასებენ ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას და არ აფასებენ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების, ასე ვთქვათ, ქმედებებს. შეხვედრაზე ბევრ კითხვასთან ერთად მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გამოხატეს მზაობა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაბრუნდეს ევროსაბჭოს ასამბლეაში, თუმცა სანამ პასე არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია. იანვრის რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველოს უნდა ჩაატაროს ხელახალი, ანუ რიგარეშე არჩევნები ყველანაირი, ასე ვთქვათ, დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ მათ უთხარით, რომ ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი. თქვენ ვერ წარმოადგენთ ვერანაირი მტკიცებულება, ვერც გაყალბების, ვერც იმის, რომ რამე დარღვევას ქონდა ადგილი არჩევნებში, რომელსაც შეეძლო ხალხის ნებაზე ქონოდა გავლენა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩანაწერი არის პოლიტიკურად მიკერძოებული, არის
არის პოლიტიკურად მოტივირებული და ჩვენ ვერ მოვითმენთ პოლიტიკურად მოტივირებული ჩანაწერების არსებობას რეზოლუციებში. მონიტორინგის ჯგუფის ინტერესების ობიექტი იყო საპარლამენტო ოპოზიციაც, რომლის ნაწილმა დღეს საკუთარი შეცდომა ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით პასეს წარმომადგენლებთანაც აღიარა. ნაწილმა კი ევროპული სტრუქტურების იმ ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც ევრობიუროკრატებს 4 ოქტომბრის ძალადობა ამ დრომდე არ დაუგმიათ. თავღნიშნე ის გარემოება, რომ ის ძალადობრივი სხვადასხვა შემთხვევები, რომელიც საქართველოში განვითარდა ბოლო პერიოდის მანძილზე საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არ იყო სათანადო დონეზე დაგმობილი. ტრადიციული დუმილით უპასუხა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა უმრავლესობის მიერ დასმულ კითხვებს იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელიც ევროპულ სტრუქტურებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ. შეფასების გარეშე დარჩა 4 ოქტომბრის მოვლენებიც, რომელიც მიზნად ხელისუფლების ძალადობრივად რევოლუციის გზით შეცვლას ისახავდა. სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ფონზე ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ, რომ პასეს ანგარიში ობიექტური და სამართლიანი იქნება. რადგან ერთადერთი რასაც ვითხოვთ არის ის, რომ მათი წეღანაც ვახსენე საბოლოო ანგარიში იქნება კიდევ თუ რაღაც სხვა ფორმით გამოხატული ამ ვიზიტის შედეგები, ამ შედეგებში იქნება ასახული სამართლიანად მათ შორის ჩვენი პოზიციებიც და რაც მთავარია საბოლოო ჯამში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დასრულდება ის უსამართლო მიდგომა, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ აქამდე. საკითხები შეეხო მათ შორის პოლიტიკურ მოვლენებსაც, რასთან დაკავშირებითაც მიეწოდა ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ როგორც წარსულში, ისე ეხლაც და მომავალშიც ყოველთვის ყველას წინაშე ვისაც კი ექნება ნებისმიერი კითხვა, ყოველთვის მზად ვართ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ყველას გავაგონოთ ის სიმართლის ხმა, რომელიც საქართველოსთან ისმის და აუცილებლად მომავალში შეგონილი იქნება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ფაქტებს აგროვებს. ვიზიტის დასრულების შემდგომ დელეგაცია საერთო განცხადებას გამოაქვეყნებს. საინტერესოა მოხდება თუ არა ანგარიში კითხვაზე პასუხი, რომელიც ევროპული სტრუქტურების თავსატეხი გახდა. ნაციონალური მოძრაობა თავის ნათქვამში დაიკარგა მათივე აღიარების აღნიშვნამ გიორგი ბარამიძე წყობიდან გამოიყვანა და თავის მართლება იმედზე თავდასხმით და შეურაცხყოფით სცადა. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ. ამ ქარდის მეშვეობით საზოგადოება შეგეყვანათ შეცდომაში, როგორც ამას აკეთებს ხოლმე TV ნადეჟდა, როგორც კრემლის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. ამ ფორმით ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ცდილობს გადაფაროს თავისი პარტიის აღიარება, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყება პატრონების მოთხოვნით გადაწყვიტეს. სააკაშვილის ერთგული ბარამიძე იმედს ეგრეთ წოდებულ ქარდებს უწუნებს. ტრადიციული ეპითეტებით ცდილობს ქრონიკის გადამღები ჯგუფის შეურაცხყოფას. როდესაც ამოიღებს სიტყვას იურის, შესაბამისად, იქ გამოდის, რომ ჩვენი ეს საკონსტიტუციო სარჩელი არის ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით და არა და იყო იურისტების მოთხოვნით. უხერხულია პარტნიორების მოთხოვნით უცხოეთთან მიღებული არა, უკაცრავად ტყუილს ნუ ლაპარაკობთ და ჩვენ რა გვეუხერხულება და რა არ გვეუხერხულება, ეგ ჩვენ გავარკვევთ. ისტორიულ მდგომარეობაში მყოფ ბარამიძეს საპარლამენტო ოპოზიცია პასუხობს. ხალხის ძალისთვის ნაციონალური მოძრაობა დასრულებულია. სწორედ სააკაშვილის პარტიის ხელწერაა მედიაზე წოლა, რისი მაგალითიც დღეს გია ბარამიძისგან ვიხილეთ. როცა პატრონი გეტყვის, რომ შეიტანეს საკონსტიტუციო სარჩელი, მერე მოგამაგრებს თავის იურისტსაც, რა თქმა უნდა, რომ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით სარჩელი სწორად დაწერონ. აქედან გამომდინარეობს ზუსტად მათი ეს გაწიწმატება პირდაპირ გაგებით, რომ მიხვდნენ, რომ რეალურად რაც მათი პოლიტიკაა, რომ რასაც ეტყვიან მისი პატრონები უცხოეთიდან იმას აკეთებენ, ეს თქვენს და ეს აღიარეს. მათი ბუნებრივი მოცემულობაა. ქუჩაში უგეგმოდ დარჩენილი ნაციონალური მოძრაობა გარი აქტორების მითითებების გარეშე ვერ მოქმედებს. საზოგადოებამ მათ უარი საბოლოოდ უთხრა. პოლიტიკურ ველზე გააქტიურებას მათივე პარტნიორების საკონსტიტუციო სარჩელით ცდილობენ. არ გამკვირვებია გუცხელად რო გითხრათ, გასაკვირი არ არის, მთელი წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ არც ერთ ნაბიჯს არ დგავენ უცხოური ინსტრუქციის დირექტივის გარეშე. უარყოფენ, იმიტომ რომ ეს იყო თვითაღიარება იმისა, რასაც ამდენი წელია ცდილობენ, რომ საგულდაგულოდ დაუმალონ მოსახლეობას, რომ თვითონ რამე ისეთ რაღაც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებით მოქმედებენ, რეალურად ერთადერთი რითიც და ვისთვისაც მოქმედებენ არის უცხოური დირექტივა. მიიღებენ,
გააკეთებენ. ეს წამოწდენა შემთხვევითი არ იყო, იმიტომ რომ მთლიანად გარე ფაქტორზე არიან დამოკიდებულები, რომ საკონსტიტუციო სამართლოში შეიტანონ შემოხვედრის არჩევი. როდესაც პოლიტიკური პარტია თავიდან ბოლომდე დამოკიდებული არის გარედან, რას უკან ნახებენ, გარე ინტერესებიდან, გამომდინარე, მისი ბედი ყოველთვის ასე ვთქვათ, მძიმედ თავდება ხოლმე. ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო სამართალწარმოება ქართული ოცნების წინააღმდეგ პარტნიორების დავალებით დაიწყო და ეს გუშინ თავად აღიარეს. დღეს კი მისი გადაფარვა ტრადიციული მეთოდით თავდასხმით სცადეს. მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება დაკავებულია სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი, სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 12 მილიონ ლარზე და ასობით დაზარალებულ მოქალაქეზე. არ არის გამორიცხული გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობაც კიდევ უფრო გაიზარდოს. დანაშაულებრივი სქემაში ნეგასაქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ გაშიფრეს. დაკავებულია სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი. 12 მილიონი ზარალი და 600-მდე დაზარალებული სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი და კომპანიის დირექტორი ბრალდებულის სტატუსით. დროებითი მოთავსების იზოლატორშია გივი წულეისკირი. ის თბილისში დააკავეს მისი პარტნიორი და კომპანიის დირექტორი გიორგი მურუსიძე სავარაუდოდ ქვეყნიდან გაიქცა. პროკურატურა მურუსიძეზე ძებნის გამოცხადებისთვის ემზადება. საგანგებო ბრიფინგზე მთავარ საგამოძიებო უწყებაში თაღლითური სქემის დეტალები განმარტეს. ირკვევა, რომ ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. მოქალაქეები სფერო ინვესტის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ წულეისკირი და მურუსიძე მოქალაქეებს ფულს არ იცხინებდნენ, მათ ვინც სფერო ჰოლდინგს ენდო საბოლოოდ ნაქირავები ბინაც დააცლევინეს და წლობით ნაგროვები თანხაც არავინ დაუბრუნა. სფერო ჰოლდინგის საქმის გახსნიდან მალევე დაზარალებულები კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ. ამბები იდენტურია, მოქმედი პირები ბრალდებულები, იცვლება მხოლოდ თანხის ოდენობა. ჩადებული მქონდა თანხა, მიხდიდნენ პროცენტს, რომელსაც აღარ იხდიან უკვე რამდენიმე თვეა. შეპირებულები იყვნენ 30 სექტემბერს დააბრუნებდნენ თანხებს, რაც არ მომხდარა, არც არ ჩაურიცხავთ არავისთვის, ხალხი დარჩა ქუჩაში. ძალიან დიდი მადლობა გვინდა უთხრათ პროკურატურას. მადლობა მინდა მთავრობას გადაუხადო და ვთხოვთ თითოეული დაზარალების სახელით ამ საქმეში დიდი ჩართულობა, რათა მოხერხდეს თითოეული მათი ქონების და გრიგოლეთში და გონიოში დაწყებული, თაღლითურა თუ ასე შემდეგ კორპუსების გასხვისება, დასრულება და თითოეული დაზარალებულის თანხის დაბრუნება. დაკავებული გივი წულეისკირი და ძებნელი გიორგი მურუსიძე თაღლითობას და დანაშაულის წინასწარ განზრახვას არ ეთანხმებიან. ადვოკატები ამბობენ, რომ სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი და დირექტორი დაზარალებულთა წინაშე ვალდებულებას აღიარებენ. ცდილობდა, რომ მოეზიდა რამე თანხები და ემზადებოდა ამისთვის, რომ ეს თანხები ნელ-ნელა გადაეხადა დაზარალებულებისთვის. მოგეხსენებათ 600-მდე დაზარალებულია. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ პასუხისმგებლობას დაზარალებულების წინაშე რომ უნდა გადაიხადოს ეს თანხები ამ ვალდებულებას აღიარებს. გიორგი მურუსიძის და სხვა პირთა გარეთ ყოფნა ერთადერთი ალტერნატივაა იმის, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს. გენერალურ პროკურატურაში დაანონსეს ძიება არ დასრულებულა და სავარაუდოდ ზიანის ოდენობა და დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება. მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობას მოითხოვს დაცვის მხარე გირაოთი თავისუფლებას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სფერო ჰოლდინგის ხელმძღვანელებს 9 წლამდე პატიმრობა ელით. ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციამ ჯამში 8 ადამიანი დააკავა. გამოძიება ერთ მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებას, 7 ბრალდებულს კი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის რეალიზაციას ედავება. გივი კუჭავაგი ამბობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საცხოვრებელი სახლის ეზოში მარიხუანის კულტივირებისთვის სპეციალურად მოწყობილი სათბური აღმოაჩინა. დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში, რეალიზაციის ხელშეწყობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანაში ედება ბრალი. დაკავებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში მიწაში ჰქონდა მოწყობილი სპეციალური სათბური, სადაც მცენარე კანაფი მოჰყავდა. სარეალიზაციოდ კი ქოთნებიდან იღებდა და აშრობდა.
ამოღებულია 283 ძირი კანაფი, ასევე ნარკოტიკული მცენარის მოყვანისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიწისქვეშა სათბური იქნა აღმოჩენილი, რის შედეგადაც დაკავებული იქნა ერთი მოქალაქე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 283 ძირი კანაფი, 3 კილომდე მარიხუანა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. უფლებადამცველი კომენტარისგან თავს იკავებს. კლიენტთან შეთანხმებული პოზიციები არ მაქვს, ვერანაირ ფაქტს დავადასტურებ, ვერაფერს უარყოფ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს. თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 7 ადამიანია დაკავებული. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის 300 გრამზე მეტი მეთადონი, 250 გრამამდე ალფა-პვპ, მარიხუანა და პრეგაბალინი. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათის განმავლობაში ატარებს საპოლიციო ღონისძიებებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ 7 პირი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქართველოს გაეროს საერთაშორისო საძიებო სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სამაშველო ქსელის სრულფასოვანი წევრია. დღეიდან საქართველოს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარულ მისიებში, გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ადგილი გლობალურ სამაშველო სივრცეში. ვაკო მეზუნიშვილი გეამბობთ. არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაეროს საერთაშორისო საძიებო სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაცია მიიღო. ინსარაგის აკრედიტაციის მინიჭებით ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრის სტატუსი მოიპოვა. ეს კი საქართველოს საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, საერთო ჯამში 90 ქვეყანაა გაწევრიანებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეხანძრე მაშველებმა მაღალი შეფასება მიიღეს უცხოელი ექსპერტებისგან. ეს იყო 36 საათიანი უწყვეტი საგამოცდო პროცესი, რომელიც წარმატებით ჩავაბარეთ. ჩვენი სამსახური სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, მონაწილეობას მივიღებთ საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მისიებში და სამაშველო ღონისძიებებში. საქართველოში სამდღიანი მასშტაბური სიმულაციური სამაშველო სწავლება ჩატარდა, რომელსაც საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჯამში 15 საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა. ექსპერტები ადგილზე აკვირდებოდნენ ქართველი მეხანძრე მაშველების კოორდინაციის ხარისხს, რეაგირების სისწრაფეს, ტექნიკურ შესაძლებლობებს და ოპერაციის მართვის სისტემას. ქართული სამაშველო ჯგუფის პროფესიონალიზმმა საერთაშორისო ექსპერტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. 36 საათის განმავლობაში გუნდი ფასდებოდა საერთაშორისო საძიებო და სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის საერთაშორისო წარმომადგენლების მიერ საკონტროლო სიის შესაბამისად. ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ ქართულმა გუნდმა მიიღო კლასიფიკაცია და შეუერთდა საერთაშორისო საძიებო და სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის ოჯახს. სწავლების მიზანი საძიებო სამაშველო ჯგუფის შესაძლებლობების პრაქტიკული შეფასება და მათი ინსარაგის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება იყო. სიმულაციური სცენარი ურბანულ კატასტროფაზე რეაგირების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. 4 სხვადასხვა ადგილზე შექმნილი იყო რეალური კატასტროფის იმიტაციის გარემო, სადაც საველე ოპერაციების საკოორდინაციო შტაბები იყო განთავსებული. კლასიფიკაციის პერიოდი 3 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა, რის შედეგადაც გუნდმა ოფიციალურად მოიპოვა ინსარაგის სტატუსი და გუნდის შესაძლებლობები სრულად შეესაბამება ინსარაგის მიერ დაწესებულ უმაღლეს სტანდარტებს. სამდღიანი სიმულაციური სამაშველო სწავლების დახურვის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, სადაც სამსახურს ქვეყნის წევრობის სერტიფიკატი ოფიციალურად გადაეცა. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაში შევა. ინფორმაციას თავად იუნესკო ავრცელებს. საბოლოო განხილვა კი ქალაქ დელიში იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მეოცე სესიაზე დეკემბერში გაიმართება. ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი.
ქართული ხორბალი მცენარე, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში კვება ტრადიცია და რწმენა ერთიან კულტად აქცია თანამედროვე ცხოვრებაში კვლავ ინარჩუნებს თესვის, აღებისა და დამუშავების უძველეს ფორმებს. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, ქართული ხორბლის კულტურას, ტრადიციებსა და რიტუალებს ახლა უკვე მსოფლიო აღიარება ელოდება. იუნესკომ საქართველოს ნომინაცია დადებითად შეაფასა, რაც ნიშნავს, რომ ქართული ხორბალი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალურ ნუსხაში შევა. ქართული ხორბალი ქართულ ვასთან ერთად დიდარი უწყვეტი აგრონომიული მემკვიდრეობის ნაყოფია, რომლის სათავეც დაკავშირებულია შულაველის კულტურასთან, ნეოლითის პერიოდიდან და ატარებს უწყვეტ ტრადიციას. ქართული ხორბლის კულტურისა და ტრადიციების წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა კიდევ ერთხელ გაზრდის ცნობადობას ქართული ხორბლის ადგილობრივ სახეობებისა და ჯიშებთან მიმართებაში. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები პოლიფონიური სიმღერის, ქვევრის ღვინის, ქართული დამწერლობისა და ჭიდაობის შემდეგ მეხუთე ელემენტი გახდება საქართველოდან, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში აღინუსხება. იუნესკოს გადაწყვეტილების პროექტში ხაზგასმულია, რომ ქართული ხორბლის კულტურის შეტანა ნუსხაში ამ უნიკალური კულტურული და ისტორიული ფენომენისადმი ინტერესს გააძლიერებს. ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები თაობიდან თაობაზე უწყვეტად გადაცემული პრაქტიკაა, რომელიც დღესაც სიცოცხლის აღდგომის, ნაყოფიერებისა და სიმრავლის სიმბოლოდ მიიჩნევა. მისი იუნესკოს სიაში შეტანა ამ კონკრეტული ტრადიციის და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. სოფლიოში გავრცელებული 20 სახეობიდან 14 ქართული ჯიშის ხორბალია, აქედან 5 ენდემურია. იუნესკოს ნუსხისთვის ნომინაციის მომზადების პროცესში კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული პარლამენტიც, სადაც განმარტავა, რომ ეს შედეგი წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია. კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ქართული კულტურის, მიხარია, რომ ეს პროცესი მთლიანად პარლამენტში აგრარულ კომიტეტში დავიწყეთ, აკეთდა ყველაფერი, რომ საუკეთესოდ წარმოჩენილიყო ეს საკითხი. ქართული ხორბლის კულტურას, ტრადიციებსა და რიტუალებს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ოფიციალურად ინდოეთში იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის სესიაზე დეკემბერში მიენიჭება. განვითარების სააგენტოს პროგრამაში დანერგე მომავალი განცხადებების მიღება სააგენტოს ვებგვერდზე უკვე დაწყებულია. სახელმწიფოს თანადაფინანსება 250.000-დან 500.000 ლარამდე გაიზარდა, ლურჯი მოცვის შემთხვევაში კი 750.000 ლარამდე. ცვლილებები შეეხო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებსაც. პროგრამა ხელს უწყობს ბაღების გაშენებას, წარმოების ზრდას და მოსავლის დაზიანების რისკის შემცირებას სეტყვის დროს. მინიმა ისურაძე გიამბობთ. თუ ფერმერი ხარ და ბაღის გაშენება ან მეურნეობის გაფართოება გინდა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა დანერგე მომავალი ახლა უკვე გაზრდილი თანადაფინანსებით ახალ პირობებს გთავაზობს. პროგრამა მრავალწლოვანი კულტურების, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი ბაღების შექმნასა და განვითარებას ითვალისწინებს. სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 2026 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება. ვისმენთ ფერმერების პოზიციას, მათი სურვილი იყო, რომ შესაბამისი ცვლილებები შესულიყო პროგრამაში. თანადაფინანსების ლიმიტი სახელმწიფოს მხრიდან იზრდება. გაშენდა უკვე 25.000 ჰექტარზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობა 202 მილიონ ლარს გადააჭარბა. ფიქრობ, რომ აღნიშნული ცვლილებები საინტერესო იქნება ფერმერებისთვის. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსება 250.000-დან 500.000 ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750.000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილებები შეეხო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებსაც. დაფინანსება ვრცელდება მრავალწლოვანი კულტურების არა უმეტეს 50 ჰექტრამდე ბაღებზე. თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა კი 750.000 ლარია. სახელმწიფო მხარდაჭერა ბენეფიციარებზე სრული ღირებულების 30%-ს, კოოპერატივების მაღალმთიანი და გამყოფი ხაზის სოფლებისთვის კი 40%-ს შეადგენს. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა ზოგადად დანერგე მომავლის მხრიდან, რომ გაშენდეს უფრო მეტი თანამედროვე ბაღები, რომ ქართული ლურჯი მოცვი გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. პროგრამის მიზანი ადგილობრივი წარმოების ზრდა და ფერმერების მხარდაჭერა. განახლებული პირობები კი ხელს შეუწყობს ახალი ბაღების გაშენებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსავლის სეტყვისგან დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. ცვლილებები მეხილეობის დარგში დანაკარგების შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 5 წლის უკან გავაკეთე განაცხადი და სახელმწიფო დამიდგა მხარში. მაქვს დაშენებული კომში, ყემალი, ბალი, ვაშლი და მსხალი. და კიდევ მინდა ატომის გაშენება.
აუცილებლად დავაფარებთ სეტყვისაწინააღმდეგობას. დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ, საკმაოდ ჭირდება. პროგრამის მიზანი მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანად გამოყენება, იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება, საექსპორტო პოტენციალის ზრდა და სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აბაშობა 2025 აბაშაში სახალხო დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, გაიმართა არაერთი გასართობის ანახაობა, მათ შორის ბავშვებისთვის მოეწყო მეგრული საგამოფენო სივრცეები. საპატიო აბაშელებს კი ჯილდოები გადაეცათ. თეონა კვარაცხელიას რეპორტაჟი. წელს აბაშობა მთელი დღის განმავლობაში არაერთი აქტივობით აღინიშნა. დღესასწაულის საპატიო აბაშელის დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო. განსაკუთრებული 8 წლისთვის დაჯილდოვდნენ ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები. აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლები გადაეცათ ადგილობრივ წარმატებულ სპორტსმენებს. სახალხო დღესასწაული აბაშობა ყოველწლიურად აბაშაში დიდი სიყვარულით აღინიშნება. გამოვყავით რამდენიმე გამორჩეული ადამიანი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მუნიციპალიტეტის განვითარებაში, მათ საპატიო აბაშელის წოდება მივანიჭეთ. 40 წელია მუშაობ ექიმად. ვემსახურები ჩემს ხალხს, ძალიან ამაყი ვარ. რომ საპატიო აბაშელი ვარ. ვიყავით წასული სომხეთში, მოვიპოვე საჩემპიონო თასი. გამოჩნდი როგორც დასაფასებელი ადამიანი და ამით ვამაყო. დიდი მადლობა აბაშელებს იმისათვის, რომ დამაფასეს, პატივი დამდეს და ორმაგად უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ როცა ასეთ ჯილდოს მოგანიჭებენ. ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტები, თეატრალიზებული მსვლელობები, ადგილობრივი ხელოვანების ნახატების გამოფენა. გასართობი პროგრამის ეპიცენტრი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი იყო. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. დღევანდელი დღე არის ჩვენთვის განსაკუთრებული და ამას ყველა აღვნიშნავთ. ძალიან ლამაზი გარემოა. ხშირად უჩატარდება ესეთ რაღაცები, ძალიან მოგვეწონება. თან ახალგაზრდები ძალიან კარგად ვერთობით. ადგილზე დაგვხვდებოდათ მეგრული საგამოფენო ეთნოსივრცეები, სადაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს სოფლის ნობათი და ადგილობრივი რეწვის ნიმუშები ჰქონდათ წარმოდგენილი. მინდა ჩვენს რაიონს წარმატება უსურვო, წინსვლა უსურვო და ბევრი გამარჯვება გქონოდეს. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი სოფლიდან უპირველეს ნობათი, ეს სურსათი, მოსავალი და შესაბამისად ულოცავთ ზიანად აბაშას და აბაშობას ყველას. აბაშობის დღესასწაული გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა. ჩერხება უცხოეთ სიახლეებს კალიფორნიაში ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად გამართული პროტესტი სისხლიან დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა 2 ადამიანი არიან დაკავებულებიც. ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია ანტიფას ორგანიზებით გაიმართა. ამერიკელი კონსერვატორები აცხადებენ, რომ ულტრამემარცხენეების ანტისამთავრობო პროტესტს არასამთავრობოები აფინანსებენ. მარიამ გიგანიგი ამბობთ. ულტრამემარცხენე აქტივისტებსა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბი ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტთან ჩარლი კირკის ორგანიზაციის Turning Point USA-ის საუნივერსიტეტო ტურნეს ბოლო ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით ჩარლი კირკის ორგანიზაციისა და კონსერვატიული შეხედულებების გასაპროტესტებლად ბერკლიში ანტიფას წევრები შეიკრიბნენ. ისინი უნივერსიტეტის შესასვლელებთან განლაგდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შესვლაში უშლიდნენ ხელს. ამ მიზნით ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ცოტა ხანში კი არეულობა დაიწყო. მემარცხენე დემონსტრანტებმა ბარიკადების გარღვევა და შენობაში შეღწევა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტებმა პოლიციას ქვები და პიროტექნიკა ესროლეს. არეულობისას სამართალდამცველებმა რეზინის ხელკეტები გამოიყენეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ღონისძიება, რომელსაც ანტიფა აპროტესტებდა, ჩარლი კირკის ხსოვნას მიეძღვნა. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს ქრისტიანულ რელიგიაზე, დასავლური ცივილიზაციის გადარჩენაზე, სიტყვის გამოხატვისა და თავისუფლების დაცვაზე. მათ ანტიფას წევრებს ფაშისტური რეჟიმის რეალური მახასიათებლებით შეახსენეს. გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც ცრემლსადენ გაზს იყენებენ და ამით სხვა ადამიანებს ართმევენ უფლებას თავად გადაწყვიტონ რა ღონისძიებას დაესწრებიან და რას მოისმენენ. სწორედ ეს არის ავტორიტარიზმი. ამ დროს ანტიფას, ანუ ანტიფაშიზმის სახელით არიან ორგანიზებული. თუ ძალადობით ცდილობ განსხვავებული აზრის ჩახშობას, ესე იგი თავად იყენებ ფაშისტურ მეთოდებს. ჩვენ ვართ დასავლურ ცივილიზაციაზე თავდასხმის მოწმე და ამერიკა მართლაც იმედის ბოლო ციხესიმაგრეა, ვინაიდან
ჩვენთან დასავლეთ ევროპა აღარ არსებობს. უნდა გვიყვარდეს ის ხალხიც, ვინც ახლა გარეთ დგას და ჩვენს განადგურებას ცდილობს, რადგან უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრებიც და იმედია გონს მოეგებიან. რესპუბლიკელების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ანტიფას უწყვეტი პროტესტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობაა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ. ამის ერთ-ერთ მტკიცებულებად კონსერვატორმა აქტივისტებმა მოიპოვეს და გაავრცელეს USAID-ის ყოფილი თანამშრომლების ონლაინ ვიდეო კონფერენციის ჩანაწერი, სადაც განიხილავენ თუ როგორ გადაინაცვლეს სამთავრობო უწყებებიდან სიგნალის დაშიფრულ ჩათებში, როგორ დაუკავშირდნენ უცხოელ პარტნიორებსა და NGO-ებს და როგორ დააორგანიზეს 5 თებერვალს ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაცია. კონსერვატორები აცხადებენ, რომ ეს ქმედებები სახელმწიფო ღალატს უტოლდება. ბრიუსელში გაიმართა კონფერენცია, რომელიც ტრანსგენდერული იდეოლოგიის საფრთხეებს მიეძღვნა. უფლებადამცველების და ევროდეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს LGBTQ თანასწორობის 2026-30 წლების ახალი სტრატეგიის მიღებას ავალდებულებს. ევროკომისია კი ირწმუნება, რომ ახალი სტრატეგია ადამიანების უფლებათა დაცვას ემსახურება. თამარ გოცირიძე კი ამბობთ. ოჯახური ტრადიციების აღიაზრი და ბიოლოგიური ჭეშმარიტება ბრიუსელის ბიუროკრატიის წნეხის ქვეშაა. ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო ამბობს, რომ ევროკომისიის LGBTQ თანასწორობის ახალი 5-წლიანი სტრატეგია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გენდერული იდეოლოგიის დანერგვას ისახავს მიზნად. ეს არის თანასწორების პრინციპების იდეოლოგიის ჩანაცვლება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალთა უფლებებს, აზიანებს ბავშვთა ფსიქიკას და არღვევს წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტს. ოჯახის პოლიტიკა ეროვნული პასუხისმგებლობაა, თუმცა ბრიუსელის ელიტა ცდილობს საკუთარი ნება წევრ სახელმწიფოებს მოახვიოს. სხვადასხვა იურიდიული ინტერპრეტაციებით ითხოვენ ყველა წევრმა აღიაროს ერთი რომელიღაც ლიბერალურ სახელმწიფოში მიღებული კანონი. ეს აბსურდია. ევროკავშირმა უნგრეთს ერთიანი სავაჭრო წესების შესრულების ფარგლებში მოგთხოვა გაგვეუქმებინა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი. ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს გენდერული იდეოლოგიის პოპულარიზაციისთვის დიდ ფულს აძლევს. მაშინ როცა ამ იდეოლოგიას დამანგრეველი შედეგი მოხვება ბევრ ქვეყანაში. ახლა კი სქესის განსაზღვრის ასაკობრივი ზღვარის მოხსნით მათ სურთ ფასეულობისგან დაცლილი მომავალი თაობა შექმნან. ტრანსგენდერული იდეოლოგიის საფრთხეებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრის MCC ბრასელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიამ ბიოლოგიური ჭეშმარიტების საწინააღმდეგო იდეოლოგიის პოპულარიზაციისთვის დააფინანსა და მოამზადა საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც შემდეგ აქტივისტი მასწავლებლების საშუალებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დანერგა. ეს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული იდეოლოგიური კოლონიზაცია. ისინი აღწევენ იმ ქვეყნების სკოლებშიც, სადაც LGBTQ იდეოლოგიის არასრულწლოვანებისთვის სწავლება აკრძალულია. ბავშვებს საბავშვო ბაღშიც კი ურიგებენ ბროშურებს. ეს ბავშვის ფსიქიკაზე ძალადობაა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ woke იდეოლოგიის შედეგია ისიც, რომ საკუთარი უფლებების დამცველ ქალებს ექსტრემისტებს უწოდებენ. განსხვავებული აზრი კი იდევნება, მათ შორის სამართლებრივადაც. ჭეშმარიტება, თავისუფლება და ბიოლოგია განხილვის თემა არ უნდა იყოს. ახალ სტრატეგიაში მასშტაბური ცვლილებები და დიდი დაფინანსება სახიფათო იდეოლოგიის გავრცელებას მოიცავს და ეს მომავლის ფასეულობებზე კითხვებს აჩენს. ევროკომისია ირწმუნება, რომ ახალი სტრატეგია ადამიანების უფლებათა დაცვას ემსახურება და სავალდებულო არ არის წევრი სახელმწიფოებისთვის. ევროპელი კონსერვატორები კი ამბობენ, რომ შეერთებული შტატებისგან განსხვავებით ევროპაში ამ იდეოლოგიასთან ბრძოლა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. უკრაინული მედიის ცნობით ვაშინგტონი კიევის ინტერესებს დღითი დღეს შორდება. თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებით შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად იზარალა. ამასაც ემატება, რომ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის ტექსტი, რომელიც უკრაინას ეხება, შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით შეიცვალოს. შაკուն ნადაშვილის რეპორტაჟი. ამერიკამ შესაძლოა გაეროში უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია შეცვალოს. კიევ-პოსტის ექსკლუზიური ინფორმაციით თეთრ რეზოლუციიდან ისეთი ფორმულირებების ამოღება სურს, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და რუსული აგრესია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სანაცვლოდ უფრო ფართოცნების უკრაინაში ომის შემოღებას ითხოვს. გამოცემის ცნობით დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი კიევს საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატიურ თაყრდენს გამოაცლის, ხოლო მოსკოვისთვის იქნება გზავნილი, რომ ამერიკა საერთაშორისო წესრიგის დაცვის სათავეში აღარ დგას. დასავლელი მოკავშირეების მტკიცებით თეთრი სახლის მცდელობა ამოიღოს ტერმინები ტერიტორიული მთლიანობა და აგრესია საერთაშორისო კონსენსუსში არღებს.
კიევ-პოსტი იუწყება, რომ უკრაინისთვის რეზოლუციის ტექსტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან რეზოლუცია არა მხოლოდ რუსეთის აგრესიას გმობს, არამედ სამომავლოდ გამოძიებისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. გარდა ამისა, ამერიკის მოთხოვნა შეიცვალოს რეზოლუციის ტექსტი დაემთხვა გაეროს ახალი საერთაშორისო ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისტემატური დანაშაულებია აღწერილი. ეს არ არის ერთეული ინციდენტები. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული იმდედობის განადგურებას ისახავს. დასავლელი პარტნიორები არწმუნებენ ტრამპის ადმინისტრაციას გადაწყვეტილება შეცვალოს, თუმცა უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი კიევის ინტერესებს დღითიდღე შორდება. ამის მორიგი მტკიცებულება სწორედ ახალი გადაწყვეტილებაა. პარალელურად დონალდ ტრამპმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ მის ქვეყანას უკრაინის დახმარების გამო დიდი ზარალი მიადგა. ნახეთ, რამხელა ზიანი მოუტანა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ 350 მილიარდი დავხარჯეთ. ახლა კი ფულს აღარ ვხარჯავთ. პირიქით, ნატოს გავლით გვიხდიან ფულს და ეს მნიშვნელოვანია. გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა უკრაინის რეზოლუცია უახლოეს კვირებში უნდა განიხილოს. გარდაიცვალა ტელეკომპანია იმედის სამხატვრო ხელმძღვანელი კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე. ის ტელეკომპანია მზის გენერალური დირექტორი იყო, მუშაობდა ტელეკომპანია მეცხრე არხზე. მისი პროდიუსერობით და სცენარით გადაღებულია არაერთი სატელევიზიო თუ დოკუმენტური ფილმი, მიღებული აქვს კინოფესტივალ ამირანის პრიზი. ქრონიკა რა თქმა უნდა უსამძიმრებს ელდარ მდინარაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს. ქართველობას და საქართველოს საერთოდ ამ რეგიონში დაბადებულ ადამიანს ცხოვრების აღქმის, მისი გააზრების და მისი წარმოდგენის თავისებური ხედვა. თავისი ხედვა გამორჩეული შემოქმედებითი ხელწერითა თუ დიდი საქმეებით დაუტოვა ქვეყანას, რომელიც დიდი ოსტატისთვის მშობლიური ოზურგეთიდან იწყებოდა. ელდარ მდინარაძემ საკუთარი ცხოვრება დოკუმენტური კინოსცენით რეალურ ადამიანებსა და დიდ ამბებს, ქვეყნის ფასეულობებსა და უნიკალური მემკვიდრეობის უკვდავებას უძღვნა. მე მუშაობდი დოკუმენტალისტიკაში, მითხარი როგორ დოკუმენტური კინოს იღებ და მე გეტყვი შენ რისი გამკეთებელი ხარ შემდეგში, რა ხატრულში გამიტანს ამ საქმემ. თემის მარცვალი, საიდუმლო, იორამი, ჩვენი შემოღობილი, რეპორტაჟის ნოდან, ოთარ იოსელიანისა და სოსო ჩხაიძის დიდი სკოლის გავლის შემდეგ დოკუმენტური კინო თავისი ხელწერით გააცოცხლა და თაობებს დაუტოვა. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია 70-მდე დოკუმენტური ფილმის პროდიუსერობას ითვლის. აქ იმედია, აქ სიტყვა. მიიღოს ყველაფერი, მაგრამ იყოს ფილმი. ამიტომ ჩვენ ტელევიზიას ფასია. ჩვენ მართლები ვართ. დოკუმენტური კინოს გვერდით მის ცხოვრებაში ყოველთვის იყო ტელევიზია, მეცხრე არხი, მზე და ბოლოს იმედი. თავისი განსაკუთრებული ხელწერა წლების განმავლობაში ქართულ სატელევიზიო სივრცესაც შესწინა. თაობები აღზარდა და არხების წარმატების სატელევიზიო ისტორია დაწერა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ბატონი ელდარ მდინარაძე. მშობლიურ გურიაზე უზომოდ შეყვარებული სიცოცხლეშივე იქცა საპატიო ოზურგეთელად. ყოველთვის სიამაყით აღავსებდა მისი გურული ფესვები, რომლის მდიდარი მემკვიდრეობაც მუდამ ასაზრდოებდა მის შემოქმედებას. იყო დიდი ქომაგი და ამაყი კრიმანჭულის კუთხის შვილობით. დაბადებიდან სიკვდილამდე ქართველმა კაცმა და ადამიანმა შექმნა სიმღერების მთელი ციკლი, რომელიც მოიცავს მთელ ცხოვრებას. სწორედ მის გურულობას მიაწერდნენ დიდ და მრავალმხრივ ღვაწლს, ჩვეული იუმორითა და დიდი ადამიანობით. იმერული თავი მადევს, ასჯერ ამწონ გამზომისა, ხასიათი მოწყობილი მაყვარანცხი გურულის. ეს ძალიან დიდი ჟურნალია. დიდი ოსტატი, რომელმაც ქართული კულტურისა თუ მედიის სფეროში საქმისა და ადამიანებისადმი უსაზღრო სიყვარულის ანაბეჭდი დატოვა. მათ შორის სიცოცხლის ბოლო წარუშლელი ანაბეჭდი ტელეკომპანია იმედს უკავშირდება. გამორჩეულ სამხატვრო ხელმძღვანელს, თანაგუნდელს, რომლის თითოეული სიტყვა იყო შთაგონება თითოეული იმედელისთვის. სიტყვა, რომელიც ყოველთვის დარჩება როგორც იმედი. მაგრა გამიმართლა, რომ აი ასე ძლიერ კოლექტივში აღვშდი, ასეთ გუნდში, სადაც მე გძნობ, რომ რაღაცნაირად ჭირდები მე ამ ხალხს, ეს იყო ჩემთვის ოცნება. ვაუბრუნდებით თურქული სამხედრო
სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას, რომლის გამოც წუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავალაშვილი წერს, რომ ის იზიარებს წუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო და ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა უმძიმეს წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, წერს მიხეილ ყავალაშვილი. დღეს ყველა სიახლეს გაეცნობით იმედი News G-ზე. ნახვამდის.